გამოხდება თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მას შემდეგ რაც მან ირანთან მიმართებაში ყველაფერი სცადა, რაც კი აზრად მოუვიდა, შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებიდან საჰაერო დარტყმებსა და ძალისმიერ ზეწოლამდე, ტრამპი გადაწყვეტს, რომ საკმარისია. თუ აშშ-ს სურს ირანში გამარჯვება, ამას მხოლოდ დარტყმებითა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადით ვეკადითვე შეძლებს. ჯარისკაცები ადგილზე უნდა განთავსდნენ. სრული შეჭრა ასაჭირო. ეს წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება მაინც საჭირო გახდეს. და თუ ასე მოხდა, ეს ერთ-ერთი სცენარია, რომელსაც დონალდ ტრამპი შეიძლება მიხვდეს. ერთი რამ ნამდვილად ნათელია. ირანი აღარასოდეს იქნება იგივე. ტრამპს არ უნდა ირანში შეჭრა. მან იცის, რომ ეს იდეა ძალიან არაპოპულარულია. მაგრამ მან ყველაფერი სცადა, რაც კი შეეძლო. 300 მილიარდი დოლარის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც ირანს მოლაპარაკებებზე დაბრუნებას უნდა დახმარებოდა, ვერ განხორციელდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა კითხვები, საიდან მოვიდოდა ეს ფული. ამერიკამ ირანს დიდი ზიანი მიაყენა იმ ერთობლივი საჰაერო და საზღვაო სტრატეგიით, რომელიც Operation Epic Fury-ის განმავლობაში ვიხილეთ. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს სტრატეგია ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ ირანი შეეცდებოდა აშენ სამუშთან პირდაპირ ბრძოლას. ასე არ მოხდა. ამერიკას აქვს უპირატესობა ცეცხლის ძალაში, თუ მხოლოდ განადგურების შესაძლებლობას შევხედავთ. მაგრამ ირანს აქვს ასიმეტრიული სტრატეგია. ამას ემატება რეჟიმისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ანუ IRGC-ის, მზადყოფნა, რომ გაუძლონ და აიტანონ ყველაფერი, რასაც ამერიკა მიატენებს. დრონები ფაქტორად იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ძალიან ძლიერია მაღალ სიმაღლეებზე და საზღვაო ბრძოლებში, მას უჭირს ირანის დაბალ სიმაღლეზე არსებული საფრთხების წინააღმდეგ ბრძოლა. ხუთკვირიანი კამპანია ახლა თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. როდესაც არჩევანი ეწურება, დონალდ ტრამპს ცუდ ვარიანტებს შორის საუკეთესო უნდა აირჩიოს. ის ვერ დანებება. ასე მოქცევა მეტისმეტ სისუსტეს აჩვენებდა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ აშშ-ს მოუწევდა დაეტოვებინა ბრძოლა, რომელიც თავად დაიწყო და ამაში არაფერი მოეპოვებინა. ოპერაცია ეპიკური რისხვა უშედეგო იქნებოდა, თუ ირანი კვლავ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და აგრძელებს ურანის გამდიდრებას. მაგრამ დიპლომატიამ, ბარიკადებმა და განუწყვეტელმა დაბომბვამ ვერ მიიყვანა აშშ-ში იმ შედეგამდე ირანში, რაც ტრამპს სურს. მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩა, ყველაზე ნაკლებად საშინელ არჩევანებს შორის. შეჭრა. სცენარი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ ამ შეჭრისთვის, ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. ირანის ქურთები ჩაერთვებოდნენ პროცესში. აშშ-ს ეს სჭირდება და როგორც გავიგეთ, მას თავიდანვე სურდა ქურთები წაეხალისებინა, რომ შეესრულებინათ სამუშაოს ძირითადი ნაწილი. ირანში არაკლია ეთნიკური ჯგუფები, რომლებსაც ქვეყნის რეჟიმის დასრულება სურთ. ქვეყანაში უმცირესობების უმეტესობა, მათ შორის ქურთები, რომლებიც ირანის მოსახლეობის 10% შეადგენენ, აზერბაიჯანელები, რომლებიც 16% შეადგენენ, და ლურები, ბალუჩები, თურქული და არაბული ხალხები, რომლებიც თითოეული მოსახლეობის ერთნიშნა პროცენტს შეადგენენ, სურთ ცვლილებების ნახვა. უმცირესობები ირანის რეჟიმის მხრიდან დევნას გამიცდიან. თუმცა, ამ განსხვავებული ადამიანების გაერთიანება ერთიან ფრონტად აშშ-ისთვის ვარიანტი არ არის. ყველას განსხვავებული წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორი უნდა იყოს ირანი მისი ამჟამინდელი რეჟიმის გარეშე. და უმეტესობას არ ყავს ისეთი საბრძოლო ძალა, რომელიც რეალურ დახმარებას გაუწევდა შეჭრის დროს. ქურთები ყველაზე სავარაუდო ვარიანტია, რომლებსაც შეეძლებათ აშშ-ს დახმარება. და ამერიკამ ეს თავადაც აშკარად განსაზღვრა, ბევრად ადრე, ვიდრე ამ შეჭრის პერსპექტივა გაჩნდებოდა. CNN-მა 4 მარტის ანგარიში გამოავლინა, რომ წყაროების თქმით, CIA ქურთულ ძალებს ირანში იარაღით ამარაგებდა და ეს ოპერაცია Epic Fury-ის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. იდეა როგორც ჩანს ის იყო, რომ ქურთები თეირანს შტურმით აირებდნენ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ძალების მხარდაჭერით, რათა ოპერაცია Epic Fury-ის პირველივე კვირებში რეჟიმი დაემხოთ. ეს საწყისი გეგმა გაძლიერდა ირანში მოქმედი 5 ქურთული ჯგუფის გაერთიანებით ერთი დროშის ქვეშ, როგორც ირანის ქურთისტანის პოლიტიკური ძალების კოალიცია, 22 თებერვალს. სულ 6 დღით ადრე, ვიდრე პირველი ავიადათმები განხორციელდებოდა, ერთად ამ ჯგუფებმა 10,000-ობით მებრძოლი შემოიყვანეს ამ პროცესში. ამ ჯგუფებს შეუძლიათ შეუერთდნენ ირანის ყოფილ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს და ერთად ისინი გადაიბარებდნენ ხელისუფლებას, რომელიც დაშლის პროცესში. აშშ-ს ეგონა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქურთების მიერ თეირანის შტურმი არასოდეს მომხდარა. მაშ გეგმა ბო. როდესაც აშშ თავის შეჭრას ამზადებს, მას კვლავ სურს ქურთების ჩართვა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი შეიძლება ირანის ჩრდილოეთში სერიოზული არეულობის გამომწვევ ძალად იქცნენ. ამერიკამ ახლა იცის, რომ მხოლოდ ქურთები არ არიან საკმარისი საქმის გასაკეთებლად, თუნდაც საჰაერო დათმობის მხარდაჭერით. ამიტომ ისინი უფრო დამხმარე ძალა იქნებიან, ვიდრე მთავარი მოთამაშე. ძირითად სამუშაოს შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს. სწორედ ამ ადრეულ დაგეგმვის დროებში ჩნდება პირველი ბარიერი აშშ-ის შეჭრისთვის. ეს ბარიერი თურქეთია. და ბოლო რამ რაც თურქეთს სურს ნახოს, არის კარგად შეიარაღებული ქურთი მებრძოლების ჯგუფები. თუნდაც ისინი თანამშრომლობდნენ ისეთ მოკავშირესთან, როგორიცაა აშშ-ში. ფაქტობრივად, როგორც ჩანს, სწორედ თურქეთმა ითამაშა მთავარი როლი ქურთული ჯგუფების ჩართვის დაბლოკვაში. ოპერაცია Epic Fury-ის საწყის ეტაპებზე. ამის შესახებ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არახჩიმ ივლისში. თურქეთმა ძალიან ეფექტური როლი ითამაშა ამ პროცესში.
მათ გამართეს მოლაპარაკებები ამერიკელებთან და ძალიან მტკიცე პოზიცია დაიკავეს ამ საკითხზე. ამ კოლექტიურმა ძალისხმევამ უზრუნველყო ირანის დაყოფისა და შიდა არეულობის გამოწვევის გეგმის ჩავარდნა. აბა, როგორ გადალახავს ამ ბარიერს აშშ-ში? ეს ქურთებს არ მოიცავს. ისრაელს კი მოიცავს. სავარაუდოდ ისრაელს არ აქვს ინტერესი ჩაერთოს სახმელეთო ოპერაციაში. ტრამპა ეს იცის. თუმცა მან ასევე იცის, რომ ისრაელის მოსადი იყო თავდაპირველი გეგმის უკან, რომ ქურთები ჩაერთოთ ბრძოლაში და შესაძლოა ის მზად იყოს, რომ პასუხისგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. და განაცხადოს, რომ ისრაელი დგას იმ ქმედებების უკან, რასაც ქურთები აკეთებენ აშშ-ის შეჭრაში. ეს გადაარჩენდა აშშ-ის დიპლომატიური კრიზისისგან თურქეთთან. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ იდეის თავდაპირველი მხარდამჭერი იყო და შესაძლოა ის მზად იყოს ქურთების მხარდასაჭერად ისრაელის საჰაერო ძალებით. მაშინ როცა აშშ-ო ადგილზე სამხედროებს განათავსებს. თუ ასეა, მაშინ ქურთი მებრძოლების როლი თეირანის შტურმით აღება არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არა. ისინი განლაგებულნი იქნებიან, რათა ირანის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ქაოსი გამოიჩიო. ჩვენ უკვე ნახეთ ამის ნიშნები ივნისში. ქურთების თავდასხმების სერიამ ირანის რევოლუციური გვარდიის 4 წევრი იმსხვერპლა. და არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ქურთები იდგნენ იმ სავარაუდო ავტოავარიის უკან, რომელმაც ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების პოლიტიკური მოადგილის სიცოცხლე იმსხვერპლა მოჰამად აკბარზადე. ტრამპს უკვე აქვს გეგმა, თუ ქურთები თამაშში არიან ისრაელის დახმარებით, და მას შეუძლია ან ჩააცხროს, ან უბრალოდ არ მიაქციოს ყურადღება იმ პრობლემებს, რასაც გეგმის ეს ნაწილი თურქეთთან იწვევს. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებენ აშშ-ის როლზე. და სწორედ აქ ხდება ყველაფერი რთული. აშშ-ისთვის სახეზეა მიზნები, რომლებზეც შეიძლება კონცენტრირდეს სახმელეთო შეჭრის დროს. ამ მიზნებსაც აქვთ თავიანთი სირთულეები. ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულები ყველაფერს განსაზღვრავენ. ახლა აგიხსნით რატო. რადგან სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ეს ვიდეო მოგწონთ, ჩვენს სახზე კიდევ ბევრი მსგავსი ვიდეოა და ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ახალ ვიდეოებს. გამოიწერეთ არხი და დააწკაპუნეთ შეტყობინების ზარზე, რომ არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები. ამერიკის როლი სულ მცირე თავდაპირველად არის ჰორმუზის სრუტეში კუნძულებზე შტურმის განხორციელება, მაგრამ არა ყველა კუნძულზე. ასარჩევად 8 კუნძულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვები. აშშ-ს 3 კუნძულს ირჩევს: ქარგი, ლარაკი და კაშემი. ყველა სამს შეუძლია ირანის რეჟიმის დაზიანება სხვადასხვა გზით. როდესაც საქმე ნავთობს ეხება, რომელიც მთელი ირანის ეკონომიკის სიცოცხლის წყაროა, ქარგის კუნძული ირანის რეჟიმისთვის ყველაფერს ნიშნავს. ირანის სანაპიროდან დაახლოებით 26 კილომეტრში მდებარეობს, დაიმახსოვრეთ ეს, რადგან მნიშვნელოვანი იქნება. ეს კუნძული უკვე ძლიერად დაარტყა აშშ-ის საჰაერო ძალებმა. ამის მიზეზი იყო: ქარგის კუნძული არის ადგილი, სადაც ნავთობის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კონკრეტულად, აქ მდებარეობს საექსპორტო ტერმინალი, რომელიც ამუშავებს ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს, რაც დღეში დაახლოებით 7 მილიონი ბარელი ნავთობის ჩათვირთვის შესაძლებლობას იძლევა. ეს ერთი კუნძული ყოველწლიურად ათობით მილიარდი დოლარის შემოდინებაზეა პასუხისმგებელი ირანში. მისი კონტროლის აღება აშშ-ს მისცემდა საშუალებას გადაეჭრა ეკონომიკური არტერია, რომელიც ირანს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში ეს იქნებოდა გეგმა. ლარაკის კუნძული ასრულებს განსხვავებულ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს. ეს კუნძული ფაქტობრივად ირანის თვალი და ყურია ჰორმუზის სრუტეში. ირანმა ეს სრუტე დაბლოკა, რათა აშშ-ზე ზეწოლა მოახდინოს და აიჯულოს ომი დაასრულოს. ის მდებარეობს ქაშემის აღმოსავლეთით და შედარებით კარგად არის გამაგრებული, ბუნკერების ქსელითა და მცირე პორტებით, რომლებიც შეტევითი კატერებისთვის არის აშენებული. ეს კუნძული ფაქტობრივად იქცა იმ ჯიხურად, სადაც სავაჭრო გემები ირანის მიერ მოთხოვნილ 2 მილიონ დოლარიან გადასახადს იხდიდნენ ჰორმუზის უსაფრთხო გავლაზე ოპერაცია ეპიკური რისხვის პიკში. კუნძული ასევე აღჭურული დოლარის სისტემებით, საკომუნიკაციო ანძებით და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სადამკვირვებლო პოსტებით. ყველა ეს ობიექტი აშშ-ს სუს მწყობრიდან გამოიყვანოს. შემდეგ არის ქაშემი, სამეულის ციხესიმაგრე. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე ლამაზი კუნძულია, ქაშემი დიდია. მისი ფართობი 1445 კვადრატული კილომეტრია. მას ყავს 158,000 ცხოვრები და მიიჩნევა, რომ აქ მდებარეობს მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქი. ის ასევე მხოლოდ 22 კილომეტრითაა დაშორებული ბანდარ აბასიდან, სადაც მდებარეობს ირანის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო ბაზა. ამ კუნძულიდან მუდმივად მოქმედებენ ირანული სწრაფი ნავები, დრონები და რაკეტები, რაც მას შემტევ ძალად აქცევს, რომელიც ირანს ჰორმუზის სრუტის კონტროლში დახმარებას უწევს. ზოგიერთმა ამ კუნძულს ირანის უჩაძირავი ავიამზიდი შეარქვა და აშშ-ისთვის სამიდან ყველაზე რთული სწორედ მასში შეჭრა იქნებოდა. მაგრამ აშშ-ს მაინც მოუწევს შეჭრა. თუ აშშ-ს სურს გაანადგუროს ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, რაც ძირითადი მიზანი იქნებოდა სახმელეთო ოპერაციისთვის, მაშინ ქაშემი უნდა დაეცეს. ეს სამი კუნძული ერთად ირანის რეჟიმს სამაგ დარტყმას მიაყენებს. ქარგი ეკონომიკურ ძლიერ დარტყმას აკენებს, ლარაკი ირანის თვალებში მარჯვენა ჰუგს აპენებს, ხოლო ქაშემი ირანის თავდასხმითი პოტენციალის არს ანადგურებს. მაგრამ მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში და სწორედ აქ ხედავთ კიდევ ერთი პრობლემის წარმოშობას. არ ვიტყვით, რომ აშშ-ისთვის ამ სამი კუნძულის აღება მარტივია. შესაძლებელია უფრო სწორი სიტყვა, თუ ვივარაუდებთ, რომ ამერიკა შეძლებს ამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცის თავმოყრას და მათ კუნძულებზე გადაყვანას, რაც თავისთავად არც ისე მარტივი საქმეა. მაგრამ გადავიდეთ აშშ-ის ოკუპაციაზე და შეიძლება მალე აშკარა გახდეს, რომ აშშ-ში მან გემით ან თვითმფრინავით შეაბიჯა ირანის მიერ მოწყობილ მახეში.
სხვა საქმეა ამ კუნძულების დაკავება. მათი შენარჩუნება კი სრულიად სხვა პრობლემაა. შეიძლება გახსოვთ, ცოტა ადრე გთხოვეთ, გახსოვდეთ კარგის კუნძულის სიახლოვე ირანის სანაპიროსთან. ამის მიზეზი არსებობს. 26 კილომეტრი რაკეტისთვის ან დრონისთვის ძალიან შორი არ არის. და ახლა ხედავთ ამერიკის პრობლემას. ამ სამ კუნძულზე განლაგებული ამერიკელი ჯარები სრულიად დაუცველები იქნებიან ირანის მთელი არსენალის ცეცხლისთვის, რომელიც შეიძლება სანაპირო რეგიონებიდან გაუშვან. არტილერია და მცირე ნავების ჯგუფებით სავარაუდოდ საქმეს ჩაერთვებიან. ამით ამერიკელებს ექნებათ უკიდურესად რთული ამოცანა. შექმნან საჰაერო თავდაცვა და სცადონ ლოგისტიკური ხაზების გაყვანა ამ კუნძულებზე, მაშინ როცა ისინი დაბომბვის ქვეშ იქნებიან. ამ დაუყოვნებელი პრობლემების გარდა, ამერიკას წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა ექნება. პროპაგანდის მხრივ გამოწვევა. ირანული სადაზვერვო დრონები ყველაფერს გადაირეთნენ. წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთმა იმ დრონმა ამერიკელი ჯარისკაცების დაბომბვა დააფიქსირა. იქნება ეს რაკეტებით, შაჰიდის დარტყმის დრონებით თუ არტილერიით. რომელთაგანაც ბოლო, არტილერია, ახლა პირველად ხდება ფაქტორი, რადგან ჯარისკაცები ასე ახლოს არიან მატერიკთან. ეს კადრები ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ყველგან გავრცელდება. ამავე დროს ირანი შეძლებს აშშ-ს წარმოაჩინოს როგორც დამპყრობელი, შესაძლოა ამით მოიპოვოს მხარდაჭერა სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან. რა თქმა უნდა, აშშ-ს შეიძლება შეეძლოს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის 20%-ის გასასვლელია, მაგრამ რა ფასად? ასეულობით, შესაძლოა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიძლება დაიკარგოს, თუ კი აშშ-ს მხოლოდ ამ სამ კუნძულზე შეიძლება. მეტი იქნებოდა საჭირო. ყოველ შემთხვევაში აშშ-ს მოუწევდა ამ სამი კუნძულის დაპყრობა შეეთავსებინა იმ სანაპირო ზონებში სახმელეთო ჯარების შეყვანასთან, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის კარგზე განთავსებულ ჯარებს. ლარაკი და ქაშემი. ტრამპს და მის მრჩევლებს ეს უკვე ეცოდინებოდათ. ისინი უნდა იყვნენ ბრმები, რომ იფიქრონ, ირანი არ დაარტყამს, როგორც კი ჰორმუზის კუნძულების ტრიო აშშ-ის კონტროლქვეშ აღმოჩნდება. ამიტომ აშშ-ს მოუწევდა პრობლემას წინასწარ გამკლავებოდა. ქურთული ძალების გააქტიურება ირანის ჩრდილოეთსა და დასავლეთში ეხმარება, რადგან მათ შეუძლიათ ირანის რევოლუციური გვარდია და ირანის სამხედრო ძალები მოაცდინონ, ორ ფრონტზე ბრძოლა აიძულა. მაგრამ სანაპიროს საკითხიც ჯერ კიდევ უნდა მოაგვარა. როგორც ბრიტანული გამოთქმა ამბობს, თუ ერთში ხარ, ბოლომდე უნდა წახვიდე. ტრამპს და აშშ-ს სხვა გზა არ ექნებოდათ. და სწორედ აქ იწყება შეჭრასთან დაკავშირებული რიცხვების მართლაც სწრაფი მატება. პირველ რიგში ირანის სანაპირო ხაზი უზარმაზარია, დაახლოებით 1800 კილომეტრი, რომელიც სპარსეთის ყურედან ომანის ყურემდე გადაჭიმული. ეს თავისთავად წარმოადგენს გამოწვევას. ტრადიციული ამფიბიური შეტევების განხორციელება რთული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია სავარაუდოდ სწრაფ ნავებსა და დრონებს განათავსებს ჰორმუზში. ეს რესურსები ლოგისტიკის დარღვევას ეცდებიან, მაგრამ ისინი აუცილებლად შეუტევენ ყველა სადესანტო ხომალდს, რომელიც სანაპირო ბაზებისკენ მიემართება. აშშ-მ უკვე გაგზავნა USS Boxer და USS Tripoli სპარსეთის ყურეში, Operation Epic Fury-ის დროს. მაგრამ სინამდვილეში ჰორმუზის სრუტის გავლა და ბაზებამდე, როგორიცაა ბანდარ აბასი, მისვლა წარმოუდგენლად რთული იქნება. საჰაერო შეჭრა, ან სულ მცირე საჰაერო ძალისა და ამფიბიური სადესანტო ხომალდების კომბინაცია შეიძლება იყოს გამოსავალი. აშშ-ში უკვე დაბომბავდა სანაპიროზე განლაგებულ რაკეტების, ნავებისა და დრონების გაშვების წერტილებს, სარგებლობს იმით, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის დაახლოებით 80% უკვე განადგურებულია. აშშ-ს მოუწევდა ისეთი თვითმფრინავების, როგორიცაა C5 Galaxy და C17 Globemaster 3, განთავსებთ და CS-30 Hercules-ის გამოყენება, რათა ჯარები და აღჭურვილობა ირანში შეეყვანათ. თუმცა კითხვა როგორ მოხდება ეს რთული. ირანს ჯერ კიდევ აქვს მობილური საჰაერო თავდაცვა და ამ უზარმაზარ თვითმფრინავებს დასაჯდომი ადგილები სჭირდებათ. ქეშემი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც დასაჯდომი ბილიკი და იქიდან ჯარებისა და აღჭურვილობის ირანში გაგზავნა გემით, შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. თუმცა ეს ვარიანტი მაინც ვერ გადალახავს იმ სირთულეებს, რაც უბრალოდ სრუტეში გემების გამოყენებას ახლავს. შეიძლება საჰაერო დარტყმები სანაპიროსთან ახლოს მდებარე აეროდრომებზე, რათა გზა გაიწმინდოს. შემდეგ კი სატვირთო თვითმფრინავების დაშვება, ჯარისკაცების გადმოსხმა და მაშინვე შეტევაზე გადასვლა. შეიძლება. სპეცრაზმის ჯგუფების ვერტმფრენებიდან გადასხმაც შეიძლება ამ მიდგომას დაეხმაროს. შემდეგ მოდის რიცხვები. კუნძულების აღება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი დასჭირდეს. ირანის სრულმასშტაბიან შეჭრას შეიძლება მარტივად მილიონი ან მეტი ჯარისკაცი დასჭირდეს. ეს ეხება სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც გულისხმობს მთელი ირანის შტურმით აღებას, მათ შორის თეირანისკენ წასვლას და ქვეყნის რეჟიმის დამხობას. აშშ-ს სავარაუდოდ ამის გაკეთება არ მოუნდება. ტრამპს ნამდვილად არ მოუნდება. ის უკვე იძულებული გახდა, რომ სხვა პრეზიდენტების ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კრიტრიპტიკიდან საკუთარი სპარსეთის ყურის ომის დაწყებაზე გადასულიყო. შეიძლება მოახერხოს ჯარის შეყვანა, მაგრამ მილიონი ჯარისკაცის ირანში გაგზავნა უკვე ზედმეტი ნაბიჯი იქნებოდა. კუნძულებსა და სანაპირო რეგიონებზე შეტევა, რათა ეკონომიკური გამოფიტვის სტრატეგია განხორციელდეს, სასურველი გეგმა იქნებოდა. ამისთვის სხვადასხვა შეფასება არსებობს, თუ რამდენი ჯარისკაცი იქნება საჭირო. ეს შეფასებები 10,000-დან 100,000-მდე მერყევს. მხოლოდ ბანდარ აბასის აღებას შეიძლება დაახლოებით 20,000 ჯარისკაცი დასჭირდეს. და როცა 1800 კილომეტრიან სანაპირო ზოლსაც გაითვალისწინებთ, ადვილად მიხვდებით, რატო შეიძლება კიდევ 100,000 ჯარისკაცი დასჭირდეთ. მაგრამ დაუშვათ, რომ აშშ-ში ამ გეგმას განახორციელებს.
ჯერ კიდევ რჩება ირანის რეჟიმის საკითხი, რომელიც გასათვალისწინებელია. მან უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები ასიმეტრიულად, რის გამოც თავდაპირველადვე საჭიროა შეჭრა. ის რეჟიმი შეძლებს გამოიყენოს თავისი ტრადიციული სამხედრო ძალა უფრო ფართოდ, აშშ-ის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა დარტყმის მანძილზე იმყოფებიან. ეს უკვე ნათელია. რეჟიმმა ასევე განაცხადა ივლისის დასაწყისში, რომ მზად არის ომისთვის, თუ აშშ-ში შეთანხმებაზე არ დათანხმდება. რაც გვიჩვენებს, რომ რეჟიმი მზად არის გამაგრდეს და იბრძოლოს, თუ დრო მოვა. ასევე არსებობს საინტერესო მტკიცებები იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს ირანი, თუ აშშ-ში შეიჭრება. ივლისის შუა რიცხვებში ირანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა აჰმად ბაქშაეშ ადასტანიმ განაცხადა, თუ შეერთებული შტატები ირანში ჯარს შეიყვანს, ჩვენ შესაძლოა ქუეითსა და ბარეინზე სახმელეთო შეტევებიც განვახორციელოთ. ეს შეჭრის გეგმა სრულიად ახალი საფრთხის ელემენტს მატებს. ამ ქვეყნებს არ სურთ ირანთან ომი. თავდაპირველადაც კი არ სურდათ ოპერაცია Epic Fury. თუ ირანი ამ უკარას შეასრულებდა, ისინი აღმოჩნდებოდნენ მდგომარეობაში, სადაც მოუწევდათ არჩევანის გაკეთება აშშ-ის მოკავშირეებსა და ირანის ზეწოლას შორის. თუ მეორე გაიმარჯვებს, ორივე ძლიერ დააწვება აშშ-ს, რომ შეწყვიტოს მისი შეჭრა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, როგორიცაა კატარი და საუდის არაბეთი. როგორც კი დაინახავენ, რამდენად შორს არის ირანი, მზად წასასვლელად. ეს არნიშნავს, რომ ირანს არ ყავს საკმარისი ადამიანური რესურსი ასეთი პასუხისთვის. Global Firepower-ის ანგარიშის მიხედვით, ირანის არმიაში 610,000 მოქმედი ჯარისკაცია. დამატებით 220,000 ადამიანი პარამილიტარულ ძალებში. ძირითადად ირანის რევოლუციური გვარდია და 350,000 რეზერვისტი. ქაოსის გამოწვევა იქნებოდა ირანის მიზანი, იმდენი ქაოსი, რომ აშშ-ში აიძულოს კურსი შეცვალოს. ეხლა მთავარი კითხვა. შეიძლება ეს რეალურად მოხდეს? ტრამპი როგორც იუწყებიან განიხილავს ამერიკის ყველა ვარიანტს, მათ შორის შეჭრასაც. ამის შესახებ იუწყება 15 ივლისის CNN-ის ანგარიში, რომლის მიხედვითაც თეთრ სახთან დაახლოებულმა წყაროებმა გაამხილეს, რომ ტრამპს წარუდგინეს ირანში ოპერაციების გაფართოების ვარიანტები. ტრამპმა ასევე დაანონსა მეტი საჰაერო დარტყმა, რათა ირანზე ზეწოლით მიაღწიოს მის დამორჩილებას. არსებობს განცდა, რომ რაც ადრე ვერ იმუშავა, მეორედაც არ გაამართლებს. გარდა ამისა, ამ ვიდეოს შექმნის დროს ამერიკაში შუალედური არჩევნები ახლოვდება. ისინი რამდენიმე თვეშია, ნოემბერი კი მთავარი თვეა, მაგრამ არჩევნები ახლოვდება. და თუ აშშ-ში ახლა შეიჭრება, ეს დონალდ ტრამპს 4 თვიან ვადას მისცემს, ან დიდი გამარჯვებისთვის, ან ისეთ ჭაობში გაჭედვისთვის, რომელიც რესპუბლიკური პარტიის შანსებს ორივე პალატაში უმრავლესობის შენარჩუნებაზე გაანადგურებს. ეს პოლიტიკური ასპექტი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან პალატების დემოკრატებისთვის გადაცემა ტრამპისთვის ქვეყნის შიგნით ბევრად უფრო ძლიერ ოპოზიციას ნიშნავს. თუმცა რაღაც უნდა გაკეთდეს. და ამ ეტაპზე როგორც ჩანს, ტრამპს ორი არჩევანი აქვს: დამამცირებელი უკან დახევა ან ესკალაცია. თუ ის მეორე ვარიანტს აიჩევს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი სცენარი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. არსებობს სხვა, უფრო შეზღუდული ვარიანტებიც. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს შევეხეთ რამდენიმე თვის წინ, როცა კარის კუნძულზე გავამახვილეთ ყურადღება. თუ გსურთ მეტი გაიგოთ და ასევე მიიღოთ მეტი ინფორმაცია, რატო არის ეს კუნძული ასეთი მნიშვნელოვანი, მაშინ ნახეთ ის ვიდეო. და თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ანალიზი აშშ-ის მიერ ირანში სახმელეთო ჯარების შეყვანის შესახებ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები. მადლობა ყურებისთვის.